მოგესალმებით ინგა, მივესალმები სტუმრებს, ტელემაყურებელს. ხო, ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ თუ მეტი პოლიტიკური ტყვე ეყოლება, ამით უფრო გამართულად ესაუბრება ამერიკას და დასავლურ პარტნიორებს. ეს რაღაცა გავს, როგორც პუტინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას როცა ბომბავს და მშვიდობიან მოქალაქეებს როცა ბომბავს, ამით გონია, რომ რაღაცა უკრაინას უფრო გატეხს. ეს ლოგიკაა, რაღაცა რაც უფრო მეტი ტყვე ყავს, ივანიშვილს გონია, რომ მით უფრო წელში გამართული დაილაპარაკება ამერიკას და ევროკავშირს. და ამის შემდეგ ჩვენ ასევე უყურებთ ქართული ოცნება ებრძვის რაღაც გამოგონილ ქარის წისქვილებს, ტრებს, რადგან არ აქვს იმ გამოწვევებზე პასუხი, რაც ამ ქვეყანაშია. დაახლოებით 1 წელია უწყვეტ რეჟიმში დავდივა რეგიონებში პროტესტთან ერთად, მონაწილეებთან ერთად დავდივა რეგიონებში, სოფლებში, რაიონებში და ადგილზე ვეცნობი პრობლემებს და ეს პროტესტი დღეს რუსთაველზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და გულია პროტესტი, შეიძლება აღარ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ პროტესტი არსად არ გამქრალა. რაიონებშია პროტესტი, სოფლებშია პროტესტი. კი, უბრალოდ შეიძლება ის ადამიანი ვერ გამოდის აქციაზე. ვერ აღჟღერებს მის ხმამაღლა, მაგრამ პროტესტი არის, ანუ 62 მუნიციპალიტეტში შეიძლება არ არსებობდეს ერთი მუნიციპალიტეტი კი, სადაც არ არსებობს პრობლემა დაუსრულებელი სკოლების, ბაღების, გზის, გაზის და სოციალური საკითხების. ესე იგი, ქართული ოცნების მმართველობის ხელწერა ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ვერ აშენებენ სკოლებს და ბაღებს. მაგალითად, არბოშიკის საჯარო სკოლა მოვინახულეთ, რომელიც უკვე 4 წელია სასწავლო წელს ბავშვების გარეშე ხდება და იქ შემდეგ იმ სოფელში მცხოვრება ბაბუნ გაგვესაუბრა და გითხრა, რომ ეს სკოლა როცა დაიკეტა, ამის შემდეგ სოფელი თითქმის განახევრდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა მშობლებმა ბავშვებს ვეღარ მისცეს აქ განათლება და იზულებულები გახდნენ, რომ წაიყვანათ ეს ბავშვები ახლომდებარე ქალაქებში, თელავში, რუსთავში და ასე შემდეგ. ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს ადამიანები გაბრაზებულებიანი არიან მოლოდინში იმაში, რომ მოხდება ცვლილებები. ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ასევე უმძიმესი მდგომარეობაა საზღვრისპირა სოფლებში. კი, გავიგეთ, რომ კობახიძე საოკუპაციო ხაზთან არ ჩადის და არ არის იქ და მე თითქოს იმასაც ამბობს, რომ კამერების გარეშე დავდივარო. ასეთ სოფელში ვიყავი, ერის იმედია სიღნაღის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანის საზღვართან. ეკომიგრანტები დასახლებული სოფელია. ამ სოფლის მოსახლეობა არის უმძიმესი პრობლემების წინაშე. ესე იგი, წვიმის დროს იტბორება მათი სახლების სარდაფები. საზღვისპირა რეგიონი და სხვა ჩვენში გაწყვეტინებს სიტყვა რომ იყო ეხლა მე მქონდა კომუნიკაცია, კონტაქტი თვითონ ამ სოფლის მაცხოვრებლებმა და საკუთარ თავთან დარჩენილები სრულიად მიგდებულები იყვნენ და ჩვენ გთხოვდნენ დახმარება. დინარე როდესაც დიდდება მიაქვს სავალი გზის ნაწილი და იგივე პრობლემა აწუხებდა აზერბაიჯანის მხარეს, მაგრამ იქ სახელმწიფო ზრუნავს მის მოქალაქეებზე, ყოველწლიურად მაგრდება ის ჯებირები აზერბაიჯანის მხარეს, მაგრამ ქართულ მხარეს არც კი ახსენდება და ერთადერთი რაც კი ამ სოფელში განხორციელებული პროექტია, ევროკავშირის მხარდაჭერით არის განხორციელებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრი. და ეს ის ევროკავშირია, რომელიც თურმე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ებრძვის. რავი, ისეთ რაღაცა ფანტასტიკურ ფრაზებს ვიგებთ პაპუაშვილისგანაც კი სამაჩაბლოს ანექსია მიმდინარეობს ახლა ჩვენი ტერიტორიების და ამაზე დუმს ქართული ოცნება და ამ დროს პაპუაშვილი გამოდის და ამბობს იმას, რომ როგორც რუსეთი არცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, ისე არცემს ევროკავშირი და დასავლელი ქვეყნები. ანუ ამას კადრებს ჩვენს ხალხს პაპუაშვილი და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საზღვრისპირა სოფელში მხოლოდ ევროკავშირი ჩავიდა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერასოდეს ვერ გამონახა დრო, რომ იქ ჩასულიყო იმ ადამიანების პრობლემები მოესმინა და გადაჭრეს გზებზე ეფიქრა. ასევე უამრავი პრობლემა, ანუ ასევე მაგალითად ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, 20 მილიონი ლარი დაიხარჯა ველისციხის რეაბილიტაციაზე 4 წლის განმავლობაში. და ეხლა რო ჩახვიდეთ ველისციხეში, ამ ისტორიულ სოფელში იმაზე უარესი და მძიმე მდგომარეობა, რომელიც რეაბილიტაციის დაწყებამდე იყო. ხალხი რას გეუბნება თოთო? აი, როცა ამ პრობლემებზე ეხლა მე სხვათა შორის ერთი ამბავი მაქვს, როდესაც რეგიონში ჩავდივარ ავტომატურად სუსის ავტომობილი მომყვება. ნუ ეს ბუნებრივია. და მე ადამიანიც უკვე კამერებთან ვეღარ მესაუბრებ, იმიტომ რომ სუსი უყურებს და აი რაღაცნაირად ვცდილობთ რომ მეტი კომუნიკაცია გქონდეს, მაგრამ ქართული ოცნება ეს ხერხებით რუსული მეთოდებით ვცდილობს რომ ადამიანებს რაღაცა შორიდან ანიშნოს რომ აი ამას ეს ოპოზიცია და ამას არ უნდა გაესაუბრო, არ უნდა მოუყვა პრობლემებზე. არ უნდა შეხვდე შენ და ამ შემდეგ იმიტომ რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრი მაინც მუშაობს სადღაც დასაქმებულია და ამის აშანტაჟები რომ თუ შენ ამას დაელაპარაკებ, შენი ოჯახის წევრს პრობლემა შეექმნება და უჭერს ადამიანებს კომუნიკაცია, მაგრამ ეს ბრაზი არსად არ არის წასული, ეს პროტესტი არსად არ არის წასული, ადამიანებს პროტესტი გააქვთ და ისინი ფიქრობენ როგორ გამოხატონ ეს პროტესტი და ჩვენი მიზანია რომ მიუხედავად იმისა რომ მესმის მძიმე მდგომარეობა
ადამიანის უფლებების კუთხით ამ ქვეყანაში, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა სოციალური კუთხით. ამაზე ადამიანის უფლება იცხოვროს ნორმალურად. განათლების უფლება აღარ აქვს. განათლების უფლებაც აღარ აქვს ბავშვებს. სკოლები ინგრევა, აღარ შენდება. ასევე არ შეუძლიათ მაგალითად თუ სასმელი წყლის პროექტი კეთდება, 60 გზა ფუჭდება. ან თუ გზა კეთდება, წყალი ფუჭდება. ანუ ორი რაღაცა საჭიროება უმნიშვნელოვანესი. ფული კეთდება? ფული კეთდება, ტენდერი ისე იწერება, რომ არ არის გათვალისწინებული ის, რომ როდესაც სასმელი წყლის მილი უნდა გაიყვანო, იქ გზა გაფუჭდება და შემდეგ ამ გზას თავიდან ჭირდება გაკეთება. ეს აღარ არის. გახსოვთ რა ამბავი იყო, საძოვრები რო გადაუხნეს თუშებს, აი საუკუნეები ამ გზით დადიან და გადაუხნეს ჩახოცეს აზერბაიჯანელები იყვნენ, თუშები იყვნენ, მეგონი ჩვენი აზერბაიჯანელები, ანუ ეთნიკურად აზერბაიჯანელები მთელი ამბავი იყო. და ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აი კორუფციაზეც რო იყო საუბარი, ღარიბაშვილმა რომ ოქროზოდები წაიღო, ვიღაც ჩინოვნიკებმა მილიონები მოიპარეს. ეს ფული ხო ჰაერიდან არ მოსულა, ეს ფული მოპარეს ამ ხალხს, რომელსაც უკვე ეს პრობლემები შეექმნა ამ კორუფციის გამო. რეგიონში ცხოვრება დღეს უმძიმესია, სწორედ ამიტომ ხდება, ხო, მიგრაცია. 2000 ბოლო 5 წლის განმავლობაში 22000-მა სკოლის მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. ხო, კატასტროფაა. ეს არის უმძიმესი სურათი ქვეყანისთვის, ერისთვის, რომელიც მილევად რეჟიმშია. ფეოდალური მმართველობა, პატარა ბიძინა ივანიშვილებია რაიონი. და მათი კლანი მდიდრდება, მათი გარემოცვა მდიდრდება, ისინი იგებენ გამარტივებული ხელშეკრულება. გაზი და წყალი გამომიყვანოს. ასევე ფული რა შეიხარჯება, ინგა იცი? მუნიციპალიტეტის ფული, ადამიანებს რომ უნდა მოხმარდეს ის ფული. ისედაც ვიცით რომ სამეფო კარის და მასხარები და მომღერლები ისედაც ბევრ ბენეფიტს იღებენ ხელისუფლების მხრიდან და ჩამოტარებით ყავთ საკუთარი მომღერლები მუნიციპალიტეტებში, გამარტივებული ხელშეკრულებით უფორმებენ ხელშეკრულებას და შემდეგ რაღაცა სასაცილო კონცერტებს აკეთებენ, სადაც ქართული ოცნების სპარტაქტივი ამობილიზებს ხალხს და იძულებით ასრებენ ამ კონცერტებზე და ადამიანს შეიძლება ოთო კონცერტზე წასვლაც მოუნდეს და იუმორისტული საღამოს ატაგულიაში კონცერტი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გაამართლა იმით რომ სოციალურ რაღაც კვლევა ჩავატარეთო და კვლევამ გვიჩვენა რომ ბორჯომის მოსახლეობას ჭირდებოდა პაატაგულიაშვილის კონცერტიო. ამ ბოლო პერიოდში ისეთი მდგომარეობა იყო ამ ქვეყანაში რომ შესაძლებელი ამ თემებზე გადაცემებსაც კი ვერ ვაკეთებდით ადამიანს ერთმანეთის მიყოლებით ადამიანებს იჭერდნენ ივას მინდა ერთი კითხვა ბიზნესთან დაკავშირებით რომ დაუსვა მაგრამ ოთო დამიკონკრეტეთ თუ შეიძლება გავიგე რომ ვერ გამოდიან ვერ მესმის ვერ გამოდიან შიშია რეგიონია სოფელია მერესოსი და ახალგაზრდობა თუ არის დარჩენილი და აი შენი თაობის განწყობა როგორია ანუ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ეხა პროტესტზე ვერ გამოდიან მაგრამ არჩევნები რომ იქნება მზად არიან შენი აზრით რომ საბედნიეროდ არჩევნები არის ის ფორმა სადაც ნაკლები რისკი ადამიანი გავიდეს და მისი პოზიცია. ხო და ამიტომ შემოვიტანე ზუსტად ეს არის ის შესაძლებლობა ადამიანს რომ ნაკლების რისკის ფასად შეძლოს საკუთარი ხმის დაფიქსირება. ახალგაზრდებს რაც შეეხება საბედნიეროდ ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი ანტირუსია და რა თქმა უნდა ავტომატურად ანტიკოცი გამოდის ეს ადამიანი. მე ვიყავი აი პროტესტად შეეხება ახალციხეში არის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტები მაგალითად ახალციხეში არის პროტესტი 354 დღეა ჯაბან ათენაძე და მისი მეგობრები უწყვეტად დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ამ დროს ქალაქის მერი არის ვარლამ ციკლაური რომელიც იყო ტელეკომპანია იმედის მთავარი ერთ-ერთი პროპაგანდისტი და ამ ქალაქში რომელიც სამხარეო ცენტრია როდესაც წვიმდება სასმელი წყალი არის ტალახიანი და ვარლამ ციკლაური რომელიც ოჯახის საკუთრებაში ევროპაში სახლია მაინტერესებს და ვეკითხები აი მის ევროპაში სახლი რომ აქვს იმ ქალაქში თუ როცა გაწვიმდება მის სახლში ტალახიანი წყალი მოდის რა თქმა უნდა არ მოდის მაგრამ როგორ გვახსოვს მისი ეთერები როგორ წამლავდა საზოგადოებას მისი ქოცური პროპაგანდით იმის შესახებ რომ ევროკავშირი ინგრევა ევროპა ცუდია და უკან მიდის ევროპის საქმე და ამ დროს შემდეგ უკვე ვიხილეთ ახალციხის მერად იმ ქალაქის მერად სადაც წვიმს და სასმელი წყალი ამ დროს ტალახიანდება. სანამ ჯაბასნაირი პიროვნებები, პატრიოტები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, შეუძლებელია რომ ქართული ოცნება ვერ დამარცხდეს და ამაცია არ გავიმარჯვოთ, ამ რეჟიმზე არ გავიმარჯვოთ. ჯაბა მიუხედავად იმისა, რომ 5 თუ 4 ადამიანი დგას ყოველდღიურად, არ ნებდება, გაუტეხელია და ის მაინც მის პროტესტს აფიქსირებს და გზავნილებზე ისაუბრა. საინტერესო გზავნილები აქვს და ის არ ესაუბრება იქ
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოკეტილ ჩინოვნიკებს, რომლებსაც მარტო ხელფასი ადარდებს, ის ესაუბრება იქ ცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, მაგრამ ბევრი სხვა მიზეზის გამო ვერ ბედავენ, რომ ჯაბას გვერდით დადგნენ. მე როცა ჩავდივარ ხომ სულ ვცდილობ რომ ჯაბას გვერდით დავდგე. ანუ სამჯერ მოდის სუსის მანქანა აქციის დაწყების დროს, აქციის შუაში, აქციის დასრულების დროს და ბოლოს, როდესაც უკვე ის მოედანიც არიელია. ესეთ კონტროლზე ყავს ანუ ხუთკაციან აქციასაც ვერ ეგუებიან, ხო? ვერ ეგუებიან, იმიტომ რომ ამ ადამიანების განსხვავებული აზრი ეკალივით არის მათთვის. ვერ ფიქრობენ იმას, რომ ადამიანი შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდეს. ისინი დავალება აქვს, ჩვეულება. ხო, ჩაახშე, ესა აქვს მიზეზი, რომ სხვამ დაინახოს, ვისაც შეიძლება სურვილი აქვს, რომ ქუჩაზე როცა გადაივლეს, გადმოვიდეს გზაზე და ჯაბას დაუდგეთ გვერდით, მაგრამ ის ადამიანი როცა ხედავს, რომ სუსი აფიქსირებს მას, ასურათებს, შემდეგ ამაზე წერს, ვინ შეუერთდა, ვინ გამარჯობა უთხრა, ეს აფერხებს ამ პროცესს, რომ ეს პროცესი განვითარდეს. ამიტომ კი, რთული მდგომარეობა ზოგადად ავტოკრატიების დროს არ გამოიყურება არც სამოქალაქო საზოგადოება კარგად და არც ზოგადად ოპოზიცია. მით უმეტეს ესეთი დევნის ქვეშ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებას სხვა განწყობები აქვს. ჩვენ ვიცით ავტოკრატიული სახელმწიფოები, სადაც არის გამიჯნული პირადი ინტერესები და სახელმწიფო ინტერესები. და ისინი კი შეიძლება ავტოკრატიული მმართველობა იყოს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესს წინაყენებენ და აქ რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ოჯახის უსაფრთხოების გამო უნდა გავწიროთ ყველაფერი, რაც ჩვენ სახელმწიფოს ამ ბოლო წლების განმავლობაში შეგვიქმნია. ხო, აი ამ სურათს უყურებ და შეუძლებელია, რომ ეს რეჟიმი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე იცავს ერთი ოჯახის ინტერესებს, ერთი ოჯახის კეთილდღეობას, ერთი ოჯახის ფულს და ამაში ჩართული ყავს ის საჯარო მოხელეები, ჩინოვნიკები, რომელიც მონურსახურებაში არიან. ჩვენ ხედავთ ხომ აი მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინამ დაიჭირა, მაინც რაღაცა ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით დებენ სახალხო მილოცვებს. ისე რა არ მინახავს, ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების განმავლობაში. ამ ტიპის გავსი არაფერი. მოუბონა გამოუჩნდა. ხო, თავარია რომ ჩვენ მე მაგალითად 28 ჯერ ახსენებდეს პრემიერ-მინისტრი მოქალაქე. არა, ესეც ხო არ გვინახავს. არა, შეიძლება, მაგრამ აი ეხა ოთორაზეც საუბრობს, ეგეთი არაფერი. უძულაური თუ უძილაურის ოჯახის წევრმა რო თქვა, რომ ბატონი ბიძინა შეცდომაში შეიყვანეს და იმიტომ არის დაჭერილი. აი ეგეც მინახავს, რომ რაღაცის იმედად კიდე ამას ამბობ, რომ გული მოულბო უფროს, სტალინისტებს როცა ედებატები და ამბობენ სტალინს აი ისე ხვიტავდნენ. ზუსტი შედარება. ანუ ადამიანებო კაცი კორუფციის გამო ციხეში გამოკეტეს და რას ვხედავთ? აი მართლა არ მინახავს. არც ერთხელ არ გამიშუქებია მსგავსი არაფერი, ხო? დაასრულეთ და ეს არის, მე შემიძლია გამოსავალი ამ სიტუაციიდან და დამარცხება ქართული ოცნების რეჟიმის გადის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროტესტი და ეს პროტესტი და წინააღმდეგობა გავზარდოთ იმით, რომ ამ ადამიანების ინტერესები, პრობლემები წინ წამოვწიოთ. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს პოლიტიკურ ძალაზე. ლელო ძლიერ საქართველოსზე თუ რას ვაკეთებთ, ჩვენ უწყვეტ პროცესში ვართ, სადაც კომუნიკაცია გვაქვს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან და ვცდილობთ მათი პრობლემები წამოვწიოთ წინ. მადლობა, ოთო.